კვირას დილით გაერო მირანს ბირთვული პროგრამის გამო სანქციები ისევ დაუწესა. Როგორც ჩანს, თეირანის ზოგიერთი მცხოვრები კვლავ უჭერს მხარს მოლაპარაკებებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების დასრულებას ისახავს მიზნად. სანქციები ითვალისწინებს საზღვარგარეთ ირანის აქტივების გაყინვას, თეირანთან იარაღთან დაკავშირებული გარიგებების შეჩერებას, ასევე ქვეყნის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში სხვა რეგულაციებთან ერთად გარკვეული სადამჟელო ზომების გატარებას. ჩვენი დიპლომატიური სამსახური კარგად არ მუშაობს. ვფიქრობ, რომ ჩვენს მტრებთანაც შეგვიძლია მოლაპარაკება. რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს თუ გარკვეულ შედეგს მივიღებთ? მოდი ორივე მხარემ წამოვაყენოთ ჩვენი მოთხოვნები. დიახ, მათ შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მათი მოთხოვნები მივიღოთ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ და გარკვეულ გარიგებაზე შევთანხმდეთ. მაგრამ თუ ჩვენ გავაგრძელებთ გარე სამყაროსთან ბრძოლას, ჩრდილოეთ კორეის მსგავსად იზოლირებულები გავხდებით და კარგი არაფერი მოხდება. ჩვენ უკვე ვხედავთ ამის შედეგებს. დოლარის კურსი მუდმივად იცვლება. სანქციების ხელახლა ამოქმედება ეგრეთ წოდებული სნეპბეკის მექანიზმის წყალობით გახდა შესაძლებელი. ეს მექანიზმი ირანსა და მსოფლიო ძალებს შორის 2015 წელს დადებულ ბირთვულ შეთანხმებაში იყო შეტანილი და გულისხმობს პირობების დარღვევის შემთხვევაში სანქციების ხელახლა ამოქმედების აუცილებლობას. ეგრეთ წოდებული სნეპბეკი მაშინ ამოქმედდა, როდესაც ირანის ეკონომიკა კრიზისშია და ქვეყნის ეროვნული ვალუტა რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა, რითაც იზრდება წნეხის საკვების ფასებზე, ხოლო ყოველდღიური ცხოვრება კიდევ უფრო მეტად გაუსაძლისი ხდება. ეს ეხება როგორც ხორცის, ისე ბრინჯისა და სხვა პროდუქტების ფასებს. გარკვეულწილად უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მართავს მსოფლიოს. ის ფაქტობრივად მსოფლიოს პოლიციაა. ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკება მთავარ პარტიასთან და ეს ამერიკაა. რატომ უნდა გავმართოთ მოლაპარაკება ევროპელებთან ან სხვა ქვეყნებთან? ჩინეთმა და რუსეთმა დაამტკიცეს, რომ ისინი ჩვენი ხალხის მეგობრები არ არიან. მთავრობაში თანამდებობა რომ ქონოდა, აუცილებლად ამერიკას ავირჩევდი და პირდაპირ ტრამპს დაველაპარაკებოდი. აქტივისტები შიშობენ, რომ ისლამურ რესპუბლიკაში გაძლიერდება რეპრესიების ტალღა, რომელმაც როგორც ამბობენ, წელს უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში. ივნისის ომის შემდგომ მოვლენების გამო ირანში სურსათის ფასები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ხორცს, რომელიც ისედაც ძვირი ღირდა, ახლა ღარიბი ოჯახები საერთოდ ვეღარ ყიდულობენ. მთავრობა მოლაპარაკებაზე უნდა წავიდეს. ეს ბიზნესის სამყაროა. ყველასთან საჭიროა ურთიერთობა, ყველა ქვეყანასთან. როდემდე უნდა ვიბრძოლოთ? ჩვენ ვერაფერს გავხდებით. მე ბირთვულ პროგრამას მინიმუმ 5 წლით შევაჩერებდი და ხალხზე ვიზრუნებდი. ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვეძლო ამ სირთულეების თავიდან ასაცილებლად. ივნისში ირანის მთავრობის ინფლაციის წლიურმა საერთო მაჩვენებელმა 34.9% შეადგინა, ხოლო აუცილებელი საკვები პროდუქტების ფასი იმავე პერიოდში 50%-ზე მეტით გაიზარდა. თუმცა ეს არ ასახავს იმ პრობლემებს, რომლებსაც ადამიანები მაღაზიებში აწყდებიან. ლობიოს ფასმა ერთ წელიწადში 3-ჯერ მოიმატა, კარაქის ფასი კი თითქმის გაორმაგდა. ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტის ბრინჯის ფასი საშუალოდ 80%-ზე მეტით გაიზარდა, პრემიუმ კლასის ჯიშებისა კი 100%-ით.